ნაციონალურმა მოძრაობამ თერჯოლასა და ტყიბულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ კახიძე წარადგინა. პარტიის ლიდერებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით რაიონში არსებობს. შეკრებილებს დავით ბაქრაძემ მიმართა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათ პენსიის გაზრდას დაპირდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ინვესტორების მოზიდვის შესახებ, ასევე მეშახტეებისთვის ხელშეკრულებული პირობების შექმნაზე ისაუბრა. საქართველოს ჭირდება ერთად დგომა. თერჯოლაში და ტყიბულში ბოლო 4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფერი უკან წავიდა, შეჩერდა განვითარება, ათასობით ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება, ადამიანები არიან გამწარებული, არა აქვთ შემოსავალი, არა აქვთ სამსახური, არა აქვთ სოციალური და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შევცვალოთ ოქტომბერში. მე მაქვს უდიდესი პატივი ვიყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატობისთვის თერჯოლასა და ტყიბულში. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თერჯოლის და ტყიბულიდან დაიწყოს საქართველოს წინსვლა, რომ ამ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ 2016 წლის 8 ოქტომბერს ერთად გავაფორმეთ, თერჯოლა და ტყიბული იყოს ამ ბრძოლის ავანგარდში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე.